Yep. Oh. Daiki, და просто ეს როლე, გადატენა ეს როლე. Daiki. თან იმფრაზას იძახის, უბრალოდ მაგას იძახის თამაშიც. That was a nice beer. ეს რომ საერთოდ შოუს თქვენ მიგზავნეთ საშ ვიდეოს და მე ვაკეთებ მათზე რეაქციას. ავუყებით ჩემს ახალ Instagram-ზე, ჩამიგდეთ საშ ვიდეო, რომელიც უნდა იყოს 5-დან 10 წუთამდე და თუ მომეწონა ეს საშ ვიდეო მოხვდებით შემდეგ ნებისმიერის ეპიზოდში. დიდი ხანია ეს ფრაზა ამითქვამს და კი, მაქვს ახალი Instagram-ი, ამჯერად წესდარეგით ნებისმიერ შეგეძლებათ საშ ვიდეოების ჩაგდება, იმიტომ რომ წინაზე რაღაც პრობლემები იყო და ზოგი ვერ აკეთებდით. ეხლა კი მოიმარჯვეთ ყავა და რაღაც დაგვრჩენია, დავიწყოთ. პირველი და გამოგიზავნა დადუმდა თქვა რომ ამას უყურებთ ხო please. ვიდეო არის Rosh Visualis-გან და ხუია Elevator Woman. დიდი ხანია არ ვიყურებია ჰორორ ვიდეოსთვის. ძალიან დიდი ხანია. არც მახსოვს ბოლოს როდის გადავიღე ნებისმიერს. Okay. იმედია კაი რაღაცები ჩამიგდეთ. Are you sure you don't want to come in? Are you sure you want to do this? რაზე არის საუბარი? Oh yeah, I'll prove it's fake. ათიდან მსახიობობა ჯერ Do you ესერთი, know the მაგით floor დავიწყოთ. order? აი, I'll be back in 10 minutes. მერტა ჩემო. სახიობა უკვე გრანდიოზულად დაიწყო. მეოთხე, მეორე, what? იქნებ რაღაც ის არის, რა ქვია. challenge-ვით რა, წეულას challenge. როგორც მაგალითად ვლადიმერი იყო. ვლადიმერის რო იყო რამოდენიმეჯერ სარკეს წინ და რაღაც რო ხდებოდა. და ალბათ რაღაც სართულებს უნდა ახვიდე და მე რაღაც მოხდება? Okay. აი, მეოთხე სართული უსაფრთხოა, ჯერჯერობით. იმას მახსენებს Roblox თამაში რა იყო. Hell Elevator თუ რაღაც ეგეთი. ყოველ სართულზე რაღაც საშინელება რო ხდებოდა. Good old times. აი. ეს მართლა წესი არის რაღაც ან challenge-ი რო ხალხი შვება ასეთ რაღაცას? აი, ისო მეორეზე ბრუნდებით. ადრე უფრო იყო ესეთი რაღაც სისულალეები, ეხლა ნაკლებად არის. ნაკლებად ხდება. ვლადიმერიც ძალიან ძველი არის. და რაღაც challenge-ები იყო კიდე. თავიანთ თავს რო ვითომ რაღაც ზუგ ჩანთაში ჩასვამდნენ და ერთი ადგილი და მეორეში რო გადაყავდათ, ხო იცით რაღაც სისულელები რო იყო. ხა ნაკლებად ხდება ეგეთი დეველოპები. დავჭკვიანდი თვითონ. იმდენი brain rot-ი არის ნაკლებად ფიქრობ მაგას. Okay, რა დარჩა? მეხუთე სართული. ქალი შემოვა მეხუთე სართულზე და დააიგნორეო წერია. Okay. Okay. ამ გოგოს მეგობარი უბრალოდ დანებდა თავიდანვე, არც გადაწყვიტა ამის გაკეთება. და ბოლო მეხუთე სართული. მედია კარგად ისმოდა ხმა. აუწიოთ. Okay. მართლა ვიღაც შემოდის. კაი. რაღაც ინდური creepypasta თუ რა თემაა და.
ყველა ქვეყანას თავისი ისა აქ რა ქვია ჰორორი. და რა თქმა უნდა თმები წინაა განმოგდებული, აბა ისე როგორ. ყველაზე ტიპური ჰორორ პერსონაჟული გარეგნობა გოგოზე. ოკეი. და ეხლა რა? ისევ იმ სართულზე უნდა დავბრუნდე, სადაც იყო თავიდანვე? ოკეი. ფურცელზე ეწერა რომ უნდა დაიგნორო. ოკეი, ჯარჯობია რომ დააჭირო ღილაკს და მიხედო შენ თავს. სულ ყველაფერი გზაა. ან პირიქით უნდა რომ შეხედო, რადგან შეჩერდა უცებ. არა, GG's. სახიობი აშკარად ის გოგო არის, ამ გოგოს და გალიცაღან ვნახეთ უეჭველი. ოკეი. Hanky. მიღადავე. ამ ყველაფრის შუაში დაავიწყდა ვინ დგა მის უკან? იდეაში დაავიწყდა რა არც ის, მაგრამ მაინც. ხო, ანუ არ დააიგნორა, ეგ უკვე პრობლემაა. არ მგონია ესე მარტივად გადარჩეს. ოკეი. არა, GG's. საგმარეს სისულელი გააკეთა უკვე. მოდი გამოიცნობ, დაიკეტება და მერე სახით იდგება. ოკეი, ველოდები მაგ მომენტს. ეხლა ნახეთ. ოკეი. აშკარად იგივე სართულია რა, თავიდან საიდანაც დაიწყეს. ოპერიგზე. შენ დაკალი უბრალოდ creepypasta დიქცა. Never mind. მე მგონი იგივე გოგოა თუ არა? ოც ხტაბე. რომელი სართულია ეს? ეგ უფრო მაინტერესებს, ან დეტალებს ვაგვერდავე. შენ ჯერი, ახლა შენ გააკეთე ეგ ჩელენჯი. ნუ ხო, ანუ რაღაც დოზით საინტერესოა ეს მართლა ესეთი creepypasta-ები თუ აქვთ ყველა ქვეყანაში თავისი. ამერიკაში ვლადიმერი იყო, თუ ამერიკულია ეგ არც ვიცი. და როგორც ჩანს ინდოეთში რაღაც მსგავსი, რა ვიცი. საქართველოში რა გვაქვს და. მეოთხე სართულზე ვარ, ოკეი. ოკეი, და ამ გოგოს აღარანაირი შანსი არა გადარჩენა, ის უბრალოდ მოკვდება. კაი, ნუ რაღაც სუბუქად დავიწყეთ. რაღაც საშიში იყო თქო ვერ იტყვი რა. სუბუქ შესავალი იყო ახალი სეზონის. შემდეგ ვიდეო არის ალტერისგან და ჰქვია Teeth. ოზოდად არ ვიცი ეს ნანახი ვაქვს თუ არა, იმიტომ რომ ალტერის ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს ნანახი, მაგრამ თუ მაქვს ნანახი, ნუ კარგია, ესეთ რაღაცა მომენტები გქონია, რომ ერთ-ერთი ვიდეოს უყურებთ, მაგრამ არ მახსოვს ხოლმე რა. და ფაქტობრივად ახალი რეაქცია all ჯერზე. This was by all accounts particularly late in a child's development. Okay, კაი, საინტერესო ინტროა. კბილი ამომივიდა, როცა 2.5 წლის ვიყავიო. საიდან გახსოვს ეგ დეტალი? და I did not enjoy teething so much. Teething, არის ალბათ კბილის ამოსვლის პროცესი. Disregard for these hard buds erupting from my gums.
I found biting with conviction on firm objects to be of benefit and suitable punishment for the ებზე teeth. იმაშვება? I would take to chewing anything I could get my young man. ალბათ არსებობს ესეთი რაღაცაებიც. Surprisingly, my teeth survived this intentional barbarity only to be defeated by an oh so sweet ხო, რა თქმა უნდა, apple. რა თქმა უნდა, ვაშლი არის ყველაზე მარტივი გამოსავალი კბილის ამოღების This victory was საბოლოოდ. short-lived. These were primary teeth, and primary teeth are only present to make way for adult teeth. They sprouted anew. Oh By the no. age of 6.5, აი ეს იყო I had thumbnail. unfortunately now gained a complete and fresh set. I had ალბათ no არსებობენ external ადამიანები, ვისაც კბილის ქავილი ანუ სამუდამოდ აქვთ. that passed them by and settled on my tongue. My first adult tooth was not a victim to my thoughtlessness, but was in fact knocked out. At 11 years of age, a pre-planned chance meeting behind the school resulted in an inconspicuous bicuspid becoming an absent bicuspid. The gap left by this missing tooth was thoroughly მე ზუსტ რო ვიყავი ვიჭხუბეო და მაგის გამო ყველი მოძრა თუ რა. ძალიან ხარისხიანი ანიმაცია. Age of 48, continuing to lose teeth. 48 წლის ასაკში კიდე I lost enough teeth to begin missing them in my day-to-day mastication of food. Even if my tongue was now lavishing in the smoothness of its surrounds. I lost 3 more through medical intervention. And through necessity, I gained my first set of dentures. ეს ვიდეო უბრალოდ საინტერესოა. ჰორორი ნაწილი როდის გამოვანე და It's only then, presented with the disembodied enamels, that the full beauty of this substantial link between food, tongue, throat, and stomach became apparent. I began to place the form of the teeth above the function, vetting and analyzing food. ძალიან ცუდი სკემედის არ Potential მომწონს. risk of the teeth falling foul. გონია რომ ძალიან ცუდი ენდიგი Many იქნება. foods, in fact, became avoided or mashed, filtered, separated, and mashed again. ანუ All ყოველ for the sake of keeping my prosthetic ყოველ teeth. ჯერზე რო ყლაპავს საჭმელს არ კბეჭს, მე გადავაბე. My fascination with teeth soon began to spread outside the realm of my own and into those of other toothed animals. I marveled at their efficiency, their specificity. These wondrous beasts had no need to worry their minds about their teeth. They were blessed with immaculate design. I would take inspiration from them. I began to think about how I could combine these specialist points, that perhaps I could improve on my previous God-given and God-inspired dentures. I ნუ ვიღაცა არის გაგიჟებული კბილებზე. ეგ არის tearing and დასკვნა რა. mashing tools. რო ანუ ცხოველების კბილებზეც At კი the age of 62, ექსპერიმენტებს I აკეთებს. separated the species and sorted the teeth The into fuck? categories of size and shape. ამის რა ეს რეალური ისტორია. And set to work on the construction. Through my thorough studies, I became თქვარი convinced ფეტიშია თუ რა that ჯანდა I had ბახტება. come to a combination of interspecies teeth that could not be better What? matched. ანუ ყველა ცხოველის კბილი That they were not finished swiftly, ჩასვა but they would be ადამიანის of იმაში, რა utmost ქვია. quality. ანუ რაც ქვია ამას ხო რა. In my 70th, the impressive and fierce set of teeth were 70 წლის ასაკში დაასრულა ეს ყველაფერი. Okay. ეს წინა ნაწილი ალბათ ჩვეულებრივი ადამიანის კბილები იყო. ძალიან უცნაური ისტორია არის. მოდი ვაღიაროთ. ანუ ვის აქვს ესეთი დიდი ინტერესი in my კბილებზე? 71st year. I lost the tip of my tongue. What? 71 წელს ენა დაკარგა. და მოკვდა ალბათ, რავი, განისვენა. Okay, alter ძალიან ხარისხიან რაღაცებს დებო, მაგრამ ძალიან უცნაურს. ჰორორი არ იყო ეს ნამდვილად. ჰორორ short film-ი იყო იდეაში. ნუ შეიძლება ითქვას კი.
შემდეგ ვიდეო გამოგზავნა გიორგიმ და თქვა რომ გამარჯვებებს ამ ვიდეოზე გავიგე რომ ძალიან კაი იყო 4 წუთიანია და Z-Woods ქვია. ვიდეო არის რობისგან და ხო, ვიდეოს სახელია Z-Woods. ნახოთ აბა. რა ხდება ტყეში. ძალიან სუბუქი ის არის. ეპიზოდი გავანდელი როგორც ჩანს. ჯერჯერობით მე რა იქნება არის. მაგრამ ამ ბოლო პერიოდისთვის, ბოლო პერიოდისთვის რა, მე რო ვაბრუნებ ნემსის მერს, მინდა რომ ძალიან საშიშები ჩამიგდოთ რა. იქნებ ერთი მომენტი იყოს რომ შევხვდე. უფრო ისინია ხოლმე რა, რაღაც აი რო შეგაშინებს არა, რა, აი უბრალოდ საშიშებია რა, ანუ უბრალოდ საშიშები, თუ მიხვდით რა ზუას ხო. საშიშები და უცნაური. ხო, აი გორი სწორი კომბინაციაა მგონი. ძალიან ცნობილი სახე აქ აი ამით რომ ეს ნახი ვაკ. არის ხოლმე ეს ხშირად რომ ესეთ ჰორორ მოკლე ვიდეოებში რაც კარგ დიდ მსახიობებს კი იმაშვებიან ხოლმე. Charlie, lunch is ready. Okay. ხო, ჩარლის არც ისე ცოტა იყოს რაღაც ბევრი დრო ჭირდება. ოთახ შემოსასვლელად. ეს სიმალე დაიკარგა, ანუ ერთი 10 წამის არ გავიდა, რომ გაქრათ ბავშვი. არა. ჩარლი მის წარმოსახვით მეგობარს უყურებს ამ წამს. Charlie, answer me when I call you. Honey? Is this საქართველოში? What the hell? Oh hell no. Stop, Charlie. Okay. ანუ საქართველოში ვიცი რომ ძალიან ბევრი გატაცებებია, მაგრამ აი ეს გონებრივი პრობლემები რო აქვს რა, მენტალური პრობლემები პროფესორად ზოგ ბავშვს რო რაღაც წარმოსახვით მეგობრებს ქმნიან და რაღაც მსგავსებს ნაკლებად მესმის. ვიდეოში ზოგადად ნაკლებად მესმის, უბრალოდ ჰორორ ფილმებში თუ ნახავ. კორვერიდან ანუ ტყეში რო ხარ და ანუ უეჭველი ის არის რა ქვია, რაღაც ხმა იქნება. What? მოიცა ეგ თავიდან მემანდი იყო? აი, თავიდან მემანდი იყო, კი. მთელი დრო, ვერც კი შემომჩნია. ტოტი მეგონა უბრალოდ. Who the hell? Who are you? Where's my daughter? Okay, not bad. Ცუდი სახეობა არ არის. What the hell? რა თქმა უნდა რაღაც კულტი არის, აბა ისე როგორ. ხა ესეთი ვიდეოები ძალიან რეალისტურია, ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელია რაღაც კულტი იყოს ტყეში და იდაცებდნენ ბავშვებს. ხო, ანუ ესეთი რეალური ისტორიები უფრო მირჩევნია, ვიდრე რაღაც ძალიან ფანტასტიკები რა. Okay, არ იყო ცუდი ვიდეო. შემდეგ ვიდეო არის found footage ფილმისგან და ქვია Taste Your Luck. აი ეს უკვე ძალიან საინტერესო იქნება. შემხვდა ესე იგი ჩემს YouTube feed-ში Buckshot Roulette-ის ჰორორი ვიღაცამ რომ გადაიღო და იმედი მაქვს კარგია. ძალიან ბევრი ლაიქი აქვს ოთა შორის. ძალიან ბევრი ლაიქი. Okay. ესე ვიწყებთ. Thinking I could avoid mistakes and the pain. The truth is, no matter how big your plans are, eventually, everything will get fucked up by chaos. Okay. აშკარად დიდი ბიუჯეტია ამ
ვიდეოსთვის. კაი, ინტრიგაში ვარ. დატესტა შენი იღბალი. ოპა, ინტრო. დრო სიმღერა. რა ბაქსტორი აქნეტა, ანუ მაინც. ვინ თუ იცის? The success I spent my whole life planning. ბაქსოთრულაც. What a sick joke to end up in this place. Broken and exhausted. Okay, ხო, ზუსტად ინტრო არის, ანუ ესე იწყება თამაშიც. Life made me swallow that nasty pill. The more you control, ოპა, აუ, ძალიან კაი კინემატოგრაფია უკვე. so I decided it's time to give myself up and taste my luck. Okay, let's go. სად არის ის ეშმაკი დამპალი? და ეს დეტალიც კარგად აქვს, ანუ ვიღაც სიგარეტს რა ეწეოდა შესავალში. The hard way. Chaos is always at Okay. the door. ის ეშმაკი უნდა მანახოთ. დაამაიდაც პროგრამი ყურება. Okay. ხელი უნდა მოაწერა. Are you ready? Okay. Okay. მაგრამ მოიყურება. Damn. Think for a second. კი, ძალიან მაგარია. It's your last chance to quit. This is so stupid. You die. Stand up and get up. Briar. What the hell? Randomია. Okay. ვინც არის და რა ხდება? მოკლედ რუსული რულეტკა არის, ოღონდ საფანტით და არა რევოლვერით. Okay. Don't worry. I always play fair. You go first. Shoot yourself. სამართლიანი არის, მაგას ვიტყოდი. My turn. Choose. Okay, one life round in 2 blanks. In which order did they go in the chamber? There are 3 combinations. Most likely this one. And even ო, გაიგე ხა რომელია სწორი და არა სწორი. bullshit. Why am I doing this? I'm fucked, that's for sure. I could have walked away. ხონც არ მოიდგინე რეალურ ცხოვრებაში რომ ამას თამაშობდი. გურის საშინელება არის. საქმე იმაშია რომ მოკვდე, უკან გაბრუნებს რა. Damn, პირველი იმითი ესე იწყებს? თავის თავს ესწრებს? I am in God's hands. Damn. ოპა. კაი. სწორად გამოიცნა. Oh no! წაგო პირველივე რაუნდი. მისი ჯერია. და ეხა ვიცით რომ წითელი, ხო. Sorry, ის არის. ყויה. ხო, კი. I'm not dead. ესეთი პატარა I got lucky? No. ნახურეტი არის ამ ხელა საფანტის მერე? It has its own rules. I still have a chance. რომ გონია რომ ჩვენ გონება შეხდება ეს ყველაფერი რა. Game goes on. 2 life rounds and 3 blanks. Okay. ორი ტყვია და 3 არატყვია. აბა ხარ ასიზამ. If I mess up, it's over. ო, ერთი ცოცხლა The დარჩა. voice in my head is screaming, run. Then why do I? Damn, okay. Respect. ისე თავის რას იმაშება რა ქვია. Let's go. Okay. ეს ერთი. შემდეგი. რა არსება საერთოდ? ანუ ჩოლბროდ ეშმაკია? ო, ეგ მაგარი დეტალი იყო, დააკვირდით? ანუ პირველი მოთამაშე არ არის აშკარად ეს ტიპი. ანუ ვერავინ არ მოვუგო მაგას გულისხმობს. Okay. კაი. ეს სიგარეტი და ისინი არის ნეტა? Okay. გადავჭით. ძალიან მაგრა გაკეთებული. აი მაღლეს ხარისხის. რა სიზამ? Oh, okay. We both know which round is in the chamber. არა, არ ვიცით. But as I said, I always play fair. მოიცა ის დარჩა?
კარგი ტყვია დარჩა? ხო, კარგი ტყვია დარჩა როგორც ჩანს. ხო, არ ვაკვირდებოდი. იმდენად კარგი ხარისხია, რომ ვეღარც ვაკვირდები. დაი. What? ეს მეორე ხელი იყო? It's a little more interesting. ორი რაუნდი უფრო სწორად. Items each more. მეს დეტალებიც საუბრობთ. აუ, ძალიან მაგარია. The beer allows you to rack the shotgun. Items. Now the game's about to get even more random. ხო, ლუდი ესე იგი ტყვიას გვანახებს საფანჩში. In God's head. What the hell? ხო. ვითომ ღმერთს ეთამაშა და ღმერთმა წააგო. I did it again, didn't I? Okay, ეს გვეუბნება This room. საფანჩში რა ტყვია დევს. Even here. და Relying on logic. ლუდი უბრალოდ ტყვიას ამოაგდებს რა. არ გვეუბნება უფრო სწორად რა დევს შეგნით. That's not luck. That's just fear in disguise. Okay. ანუ მარტო ორი ნივთი გვაქვს. Then I can't keep hedging my bets. I can't. ძალიან კაი ნივთები გვაქვს სხვათა შორის. Real luck. აუ არ დავაკვირდი რამდენი ტყვია იყო კარგი. ჯანდობა. Real luck is just pull the trigger. Okay. კაი დასწრია. კიდევ მეტი. Okay. Let's go. ეს ორ სიცოცხლეც რო გაკლებს ისეთი ის არის. Damn. 2 3 2. ზამაგარია. Stranger-ია. Okay. მოიცა ჯერ გენახა ის რა ქვია. Weird taste. But I like it. Okay, გარისკა რატომაც? მე პირიქით ვიზამდი ხა რავი, ჯერ ტყვიას ვნახავ და მე რა მოვაგდებდე. სიგარეტი HP-ს გვიმატებს. Okay. არც მე არ ვეცავი ზუსტად იგივენაირად ვიქნებოდი. რაო? Smoking kills, რა წერა? Smoking kills, save yourself and others quit now. და ამ სამაშში სიცოცხლეს გიმატებს როგორღაც. რაც არ კლავს გაძლიერებს ალბათ ეგ თემა. არის დააკვირდეთ ეს რა მაგარი. Damn, ამდენი ხანი გაგრძელდა? At long last, we arrive at the final showdown. ოპა, დაბოლო ხელი. No more blood transfusions. Now, me and you, we are dancing on the edge of life and death. Was the hardest line ever. We're dancing on the edge of life. Რა წეგეთ. მახსოვს უკვე. Your turn. Okay, ბოლო ხელი. You made it this far. მიდი. Fuck this up now. შეგიძლია ძალიან ბევრი ფულის მოგება. I take a sip. Skip one shell. მოიცა ჯერ არ გინდა ეგ რატო? Wait, what if I skip the life round? No, I'd better მეტი save ნივთი it არა აქვს? later. And take the shotgun instead. არა, ერთი ნივთი გვაქვს There's a სამწუხაროდ. life round in the chamber. I'll shoot this fucker in the face and win. Yeah, let's do that. არა, არ უჩქარებდე, ჯერ ალბათ ესე ვიზამდე ვინც კი. Hold on. What if it's a blank? It's probably a blank. არის ის რა კნას. Why is he staring at me like that? It's life round inside, isn't it? It's working out. Don't pull the trigger. Shoot him. ოპა. You know what? Maybe I've already found what I was looking for this whole time. ორი Should I ერთ care ნივთი. about the outcome if I had so much fun just playing the game. I don't want to shake anymore. What I really want now is to taste that delicious beer one last time. მგონი სწორად იქცევა. რაც არ მოწონს იმას, ისეთი სახე აქვს. ნეტა რა ენდინგი იქნება, ძალიან მაინტერესებს რა ზიზამენ შეგვთნელები. გონი არა ცუდი ენდინგი იქნება, ანუ ვითომ რაღაც იმედი არის, მაგრამ
მაინც ბოლს Okay. ხო მითხარო სწორი იყო. არა სწორი უბრალოდ. Oh no. Sorry თქვი ამოვაგდეთ. Yep. Oh. დაიკიდა, просто ესროლე, გადატენე ესროლე. დაიკიდა. Damn. რა თქმა უნდა, შეამოწმებს და Interesting. თან იმ ფრაზას იძახის, ზუსტად მაგას იძახის თამაშიც. That was a nice beer. ვიცოდი, რა ცუნიანი იქნება და. What? წააგო და მაინც მოიგო? What just happened? The Oh, dealer has ზუსტად. 50-50 shot. თავისავს ესროლა მგონი. ბოლო წამს გადაუფიქრებია, დემ. კი, მოიგო, კი. როგორ ჩანს დაუმიზნა რა და მე ფიქრობდა რომ მე მგონი არ არისო რა. მგონი არასწორი ისეთსო რა ქვია, ტყვია და თავისავს ესროლა ბოლოს. Maybe if I didn't use Zago. the beer, the game would have gone differently. Does it really matter? Maybe I should just accept the fact that for me, it was a success. კომენტარში დაწერთ თქვენ თუ ითამაშებთ ამას. I tried to win. განსია რა. ალბათ შუა თამაში გოლ დამარტყამდა, არ შემელია, განსია რა. ეხა არა ილეტო. To taste luck. დაბრუნდება? What? ეხა მართლა რუსულ რადიოც თამაშობს და თავისავს ესწრის? ამერთო ჩემო. No. I won it. What? სამი ტყვია მე გადავები? Your luck. საქმე იმაში რომ წამომიდგენე რომ ესეთი ადრენალინის ხალხი მართლა არსებობს. მოკვდება. არ გვეუბნები მოკვდა თუ არა. Wow. If you want to support my work and see the behind the scenes footage, 10-დან 10. join my Patreon page. 10 ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მაღალი ხარისხის ჰორორია, რაც ეს მე გვინახავს ალბათ ნებისმიერში. ყველაფერი, აი თითოეული minute detail, ან ყველანაირი დეტალი იდეალურად იყო. ო. Okay. ძალიან მაგარი იყო. ეს ხო ესე იგი ამ კვირის ნემსის მერსი, იმედია მოგეწონა და გიხარიათ ნემსის დაბრუნება. არ იყო საშში ეს კვირა, მოდი ვაღიაროთ, უბრალოდ პატარა სუბუგი ინტრო იყო და შესავალი და დაბრუნება ამ ესე ვთქვათ თემატიკის. თქვენ რომ ესე იგი თქვენ გამომიგზავნოთ საშში ვიდეოები, აუცილებლად გამოყევით Instagram-ზე ჩამიდეთ საშში ვიდეო, რომელიც უნდა იყოს 5-დან 10-მდე და თუ მოეწონათ საშში ვიდეო, მოხდებით შემდეგ ნემსის ეპიზოდში. გაითვალისწინეთ რომ ეს არის ესე იგი ახალი Instagram-ი, არ ჩამიდოთ წინა Instagram-ზე, იდეაში ვერც ჩააგდოთ, მაგრამ ხო, უნდა იპოვოთ ჩემი ახალი Instagram და იქ ჩამიგდოთ და თქვენ აუცილებლად დატოვეთ ლაიქი, ავიდეთ 1000 ლაიქს რომ გადავიღო ესე იგი შემდეგი ნემსის ეპიზოდი. გამოიწვიეთ ახალი აქტიური ზარი, ავიდეთ 150000 გამომწერზე. Quando o game sempre esqueceu, precisava até